ღორის ხორცის 55%-ზე მეტი იმპორტირებულია. საქართველოში მეღორეობა მაზრი დაკარგა. ღორის ხორცს გემო აღარ აქვს. ალბათ ხშირად გაგიგონიათ მსგავსი ფრაზები. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს შემოგთავაზებ ძალიან საინტერესო ვიდეოს მეღორეობის შესახებ. ბიოუსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფიზიკურად ფერმებში გადაღება შეზღუდულია და ამ მიზეზით გითხრა ბევრმა ფერმამ უარი. შესაბამისად დღეს გვექნება სტუდიური ვიდეო, თუმცა შემოგთავაზებ ძალიან საინტერესო ინფორმაციას მეღორეობის შესახებ. დღეს ჩვენი მიზანია გავარკვიოთ და ციფრებში გაჩვენოთ თუ როგორ ხდება ეს, რატომ ჭამთ იმპორტულს და რა განაპირობებს ადგილობრივი წარმოების სიმცირეს. რატომ ვერ ვაწარმოებთ საკმარის ღორის ხორცს საქართველოში და რატომ არის იმპორტი უფრო იაფი? თუ შენ ეს ვიდეო არ გათიშე და უყურებ, ესე იგი რაღაც ღირებულს ვაკეთებ ჩვენთვის, ხო და შენც დაგვიდექი მხარში. დაალაიქე ეს ვიდეო და გამოიწერე არხი. მეგობრებო, შეგახსენებთ, აგრომენის მიზანია უკვე ამ წლის მარტი-აპრილის თვეში დავუდგოთ 150 ხე, ამისათვის არხი უნდა ავიდეს 15000 გამომწერზე. სანამ ფაქტებზე და ციფრებზე გადავალთ, მოდით ვნახოთ ღორის როლი მსოფლიოში, სხვადასხვა კულტურებსა და რელიგიებში. ღორი ერთ-ერთი ჭკვიანი და ადაპტირებადი ცხოველია. მას აქვს ძლიერი მეხსიერება, შესანიშნავი ყნოსვა და სწრაფად ეჩვევა გარემოს. თუ სხვა ცხოველებს შევადარებთ, ძაღლის, თხის და ცხრის შემდეგ ადამიანმა მოიშინაურა ღორი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 9000 წლიდან მესოპოტამიასა და ჩინეთშია აღმოჩენილი. რატომ იყო ღორი ასეთი მნიშვნელოვანი? ანუ სწრაფად იზრდებოდა, ჭამდა თითქმის ყველაფერს და არ სჭირდებოდა დიდი საძოვარი. სწორედ ამიტომ იყო ღორი თითქმის მთელი ცივილიზაციის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი საკვების წყარო. ევროპულ კულტურაში ღორი არის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო ცხოველი. გამოიყენება მთელი კარკასი, nose to tail, ანუ ცხვირიდან კუდამდე. მისგან აწარმოებენ ძეხვეულს, ლორს, იბერიკოს, პროშუტოს და ასე შემდეგ. ხოლო საქართველოსა და კავკასიაში ღორი ტრადიციული ცხოველია და გამოიყენება ასევე ტრადიციულ სამზარეულოში, როგორიცაა ლორი, მწვადი, ჩაშუშული და ასე შემდეგ. მაგრამ ბოლო 10 წლეულებში შემცირდა წარმოება, გაიზარდა იმპორტი, რაზეც გავლენა მოახდინა ღორის ჭირმა. მუსლიმურ და ებრაულ კულტურებში ღორი აკრძალულია მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური და არა აგრარული ან რაიმე სამედიცინო მიზნით. აკრძალვა ისლამშიც და იუდაიზმშიც ეფუძნება რწმენის კანონს. ისლამში იმიტომ რომ ასე ამბობს ყურანი, იუდაიზმში ასე ამბობს წმინდა წიგნი თორა, რადგან ის არ აკმაყოფილებს კოშერის წესებს. იუდაიზმში საკვების წესებს ეწოდება ზუსტად ქოშერი. რაც შეეხება აზიურ კულტურებს, მაგალითად ჩინეთში ღორი არის მთავარი ხორცის წყარო. სიტყვა სახლი ძველ ჩინურში უკავშირდება ღორს. ღორი სიმბოლოა სიმდიდრისა და კეთილდღეობისა. ახლა კი ხიტას დავესესხები და რამდენიმე mind-blowing ფაქტი ღორების შესახებ. ღორი უფრო ჭკვიანია ვიდრე ძაღლების დიდი ნაწილი. ღორებს შეუძლიათ პრობლემების გადაჭრა, სარკეში საკუთარი თავის ამოცნობა, სახელის დამახსოვრება. ზოგკვლევაში ღორის კოგნიტური უნარები 3-4 წლის ბავშვის ზონესთან ახლოსაც კი დგას. ღორს აქვს შესანიშნავი მეხსიერება, ღორები იმახსოვრებენ ადგილებს და საკვების მდებარეობას. ღორის ყნოსვა ძლიერია ვიდრე ძაღლის. ზოგჯერ შეუძლია მიწის ქვეშ დამალული ტრიუფელის პოვნაც კი. ამიტომ იტალიაში ღორებს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ტრიუფელის საპოვნელად, მათი ძლიერი ყნოსვის გამო. მაგრამ დღეს ეს როლი ძაღლებმა ჩაანაცვლეს, რადგან ნაპოვნ ტრიუფელს ხშირად თვითონვე მიირთმევდნენ. ისე ტრიუფელზე ნაკვები ღორის მწვადი კარგი იქნებოდა. ღორები ბუნებრივად სუფთა ცხოველები არიან. მიუხედავად მითისა, ღორები არ აბინძურებენ საცხოვრებელ ადგილს. ტალახში წვანან მხოლოდ იმიტომ, რომ არ აქვთ საოფლე ჯირკვლები და ასე ეგრილებენ თავს. და თუ ექნებათ არჩევანი, საძინებელი ყოველთვის სუფთა აქვთ. ასევე ერთ-ერთი mind-blowing ფაქტი ის არის, რომ ღორის ორგანოები ძალიან გავს ადამიანის ორგანოებს. ამიტომ ღორებს ხშირად იყენებენ მედიცინაში. 2022 წელს ამერიკაში აშშ-ში მერილენდში ჩატარდა ოპერაცია, სადაც 57 წლის დევიდ ბენეტს გადაუნერგეს გენეტიკურად შეცვლილი ღორის გული. პაციენტმა გადანერგვის შემდეგ რამდენიმე კვირა იცოცხლა. გული მუშაობდა და ექსპერიმენტი ჩაითვალა ისტორიულ წარმატებად. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით პაციენტი გარდაიცვალა, მაინც ეს ექსპერიმენტი ჩაითვალა წარმატებულად. ასევე გეტყვით მეგობრებო, რომ ღორი ძალიან სწრაფია და ახლობით ავითარებს 45-დან 50 კმ/სთ სიჩქარეს. ცნობისთვის ყველაზე სწრაფი ადამიანის უსეინ ბოლტის მაქსიმალური სიჩქარე 44.7 კმ/სთ-ია დაფიქსირებული. ისე საინტერესო იქნება ამათი დუელი. ღორი ყველაზე მოხმარებადი ხორცია მსოფლიოში. ყოველწლიურად მსოფლიოში 1.4 მილიარდზე მეტი ღორი იწარმოება. ხოლო ღორის ხორცი არის მსოფლიოში ნომერ მეორე ყველაზე მოხმარებადი ხორცი, ქათმის ხორცის შემდეგ. ღორები ძალიან ადაპტირებადი არიან ცივ და ცხელ კლიმატურ რეგიონებში. ტყეში, ფერმაში და ნახევრად თავისუფლად
მშობლადაც კი. ამიტომ ღორი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სასოფლო-სამეურნეო ცხოველია. მეგობრებო, დღეს არ ვისაუბრებთ ფერმის პროცესებზე, ღორის მოვლის, შენახვის თემაზე. მოკლედ ეს სხვა ვიდეოსთვის გადავდოთ, როცა გვექნება საშუალება, რომ უკვე ველზე გადავიღოთ და შემოგთავაზოთ ასევე ინტერვიუც ადგილობრივ ფერმერებთან. მოდით გადავიდეთ მთავარ თემაზე, თუ რა ხდება საქართველოს ბაზარზე და რეალურად სადაურ ღორის ხორცს ჭამთ. 2025 წელს საქართველოს მოიხმარა დაახლოებით 79000 ტონა ღორის ხორცი, საიდანაც ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 31000 ტონა ადგილობრივი, 22000 ტონა გაყინული იმპორტული, ხოლო 16000 ტონა რუსეთიდან შემოყვანილი და ადგილზე დაკლული ცოცხალი ღორის ხორცია. ასევე ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ადგილობრივი ღორის ხორცის 60% ოჯახური მეურნეობებიდან მოდის, ხოლო 40% კომერციული ფერმებიდან. რაც შეეხება გაყინული ღორის ხორცის იმპორტს, აქ ერთპიროვნული ლიდერია ბრაზილია. მეგობრებო, ეხლა განვიხილოთ რუსეთიდან ცოცხალი ღორის შემოყვანის, აქ კარანტინში გატარების, დაკვლის და რეალიზაციის უნიკალური სქემა. ბოლო 3 წლის განმავლობაში რუსეთიდან ცოცხალი ღორის შემოყვანა თითქმის გაორმაგდა და დაახლოებით 200.000 სულს მიაღწია. სქემა მარტივია, რუსეთიდან სახმელეთო გზით ყაზბეგის გავლით შემოდის. 110-130 კილოგრამიანი ღორები ხდება ადგილობრივ ეგრეთ წოდებულ დასაყოვნებელ ფერმებში მათი განთავსება 7-დან 14 დღის განმავლობაში. ანუ კარანტინის გავლა აუცილებელია დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, რადგან მოხდეს ცოცხალი ცხოველის შემდგომ უკვე ბაზარზე ჩაშვება. და შემდეგ ფერმიდან ხდება პირდაპირ ცოცხალი წონით გაყიდვა, ან უკვე სასაკლოების გავლით მიეწოდება სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებს. და რა განაპირობებს რუსეთიდან გაზრდილ იმპორტს? პასუხი მარტივია, ფასი. 1 კილოგრამი ცოცხალი წონის საიმპორტო ფასი საზღვრამდე დაახლოებით 1.5-1.8 დოლარამდე მერყეობს, რაც 4-5 ლარის ფარგლებშია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ღორის დაკვლის შემდეგ გამოსავლიანობა 70%-მდეა, გამოვა, რომ რუსული ღორის ხორცის ფასი 6-7 ლარია თვითღირებულებით. თუ ამას დავამატებთ ადგილზე დაყოვნების საოპერაციო ხარჯებს, დაახლოებით უნდა ავიღოთ 2-3 ლარი. საბოლოოდ თვითღირებულება გამოდის 8-10 ლარის ფარგლებში. თუ შევადარებთ ქართული ღორის ფასებს, 1 კილოგრამი ცოცხალი წონა ფერმერს თვითღირებულებით უჯდება 6-დან 7 ლარამდე. მოკლედ, მხოლოდ თვითღირებულებით რომ გაყიდოს ქართველმა ფერმერმა, ანუ თავისი მოგება არ დაამატოს, შემოყვანილი რუსული ღორის ცოცხალი წონა მაინც 30%-ით უფრო იაფია. ამიტომ საბაზრო ეკონომიკის ფარგლებში, სადაც უფრო იაფია და ჩანს ბიზნესის კეთების შესაძლებლობა, ადამიანებიც იქით მიისწრაფვიან. შესაბამისად, შემცირებული მომგებიანობის ფონზე ფერმერიც ინტერესს დაკარგავს და შეიძლება ჩაანაცვლოს ღორის სხვა ცხოველით. რა შეიძლება გავაკეთოთ მეღორეობის გადასარჩენად საქართველოში? ეს არის კითხვა, რომელიც ბევრ ფერმერს და ამ სფეროში ჩართულ ადამიანების დიდ ნაწილს აინტერესებს. თუმცა ეს არის ასევე მომხმარებლის დილემაც, იყიდოს ქართული უფრო ძვირად თუ რუსული უფრო იაფად. პასუხი შეიძლება ჩვენს პატრიოტიზმზე და ეკონომიკურ თუ სოციალურ მდგომარეობაზე გადიოდეს. მეგობრებო, დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ რა საიჩევდით და როგორ ხედავთ გამოსავალს. ძალიან რთული და კომპლექსური საკითხია, თუ როგორ ვიპოვოთ გამოსავალი და ამ თემაზე მომავალში აუცილებლად ვისაუბრებთ ჩვენს ახალ გადაცემაში, აგროკასტში, რომელიც მალე დაიწყება, სადაც გვეყოლება კონკრეტული სფეროს ექსპერტები, ფერმერები და საინტერესო ადამიანები, ვისთანაც უფრო სიღრმისეულად, დარგობრივად განვიხილავთ სხვადასხვა თემებს. მოკლედ, დაელოდეთ. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.